ბორჯომში სოფელ საკირეში ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად ძველი წელთაღრიცხვის მე-4000 წლეული შუა ხანებით დათარიღებულ ყორღანში აღმოჩნდა კერამიკული ჭურჭელი 5500 წლის წინანდელი თაფლით. ლაბორატორიულმა კვლევებმა დაადასტურა, რომ ესაა მსოფლიოში უძველესი თაფლი. მეფუტკრეობის სამშობლოდ შეიძლება ვუწოდოთ საქართველოს. საკირეში აღმოჩენილი თაფლის ნიმუშები უძველესია. ადრე აღმოჩენილი ეგვიპტის თაფლს გადაუსწრო 2000 წლით კიდეც. საქართველო ენდემური კავკასიური მთის რუხი ფუტკრის სამშობლოა. ისტორიული წყაროების თანახმად კოლხეთის სამეფოში ჯერ კიდევ ძველი წელთაღრიცხვის მე-4 საუკუნეში არსებობდა მეფუტკრეობის განვითარებული კულტურა. ქსენოფონტეს ანაბასისის მიხედვით ჩვენ მოგვეპოვება პირდაპირი ცნობა, რომ ძველი კოლხების სამეურნეო ყოფაში მეფუტკრეობას მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა.